დღევანდელი დღის თემა. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადესსა და სურს შორის და იყო მდგმურად გერარში. ყურადღება მიაპყარ, როგორ უფრო და უფრო მეტად ბრწყინდება მართლის სათნოება განსაცდელებისას. ეს იმიტომ, რომ ღმერთი ყველა შემთხვევაში შეჭურვიდა მას. როგორც წინათ ეგვიპტეში ყარიბად მისული მართალი, რომელიც არავის არ იცნობდა და არც მას იცნობდა ვინმე, იქიდან მოულოდნელად დიდი პატივით დაბრუნდა, ასეა ახლაც, სახლდება გერარში. თავიდან თვითონ აკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული, შემდეგ ღმერთისგან ისეთ დიდ დახმარებას იღებს, რომ მეფეც და ყველა იქაური მცხოვრები მთელი გულით ემსახურებიან მართალს. წმინდა წერილი ამბობს: თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე, ჩემი და არის ეს ქალი. შეხედე, როგორი მძიმე გრძნობა უწუხებს სულს მართალს და როგორი შიში გმირავს მას. მეუღლის დაკარგვის ადრინდელმა ძალიან ძლიერმა შიშმა ახლა ადგილი სიკვდილის შიშს დაუთმო, სიკვდილს რომ გაექცეს საკუთარი თვალით უნდა ნახოს, მისი თანამეცხედრე როგორ ჩავარდება მეფის ხელში. რამდენად აუტანელია ეს, მხოლოდ ისინი მიხვდებიან, ვისაც ცოლი ჰყავს. ამიტომაც თქვა სოლომონ ბრძენმა: ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს. არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი. მართლაც ეს მძიმე და ყველასთვის აუტანელი მდგომარეობაა. შეხედე, როგორ სულგრძელად გადაიტანა მართალმა სიკვდილის შიში. ეს ჩვეულებრივად ხდება ფიზიკურ ტანჯვაში. როცა ორი ავადმყოფობა ერთსა და იმავე დროს გმირავს ჩვენს სხეულს, ერთის გაძლიერება მეორეს თრგუნავს. ჩვენ მთლიანად ვნებდებით ტკივილის ძლიერ გრძნობას და ხშირად საერთოდ ვერ გრძნობთ მეორეს, იმიტომ რომ ძლიერი ტკივილის შეგრძნება ბატონდება ჩვენზე და არ გვაძლევს სუსტი ტკივილის შეგრძნების საშუალებას. ზუსტად ასევე მართალი ხედავს სიკვდილის საშიშროებას და ყველა დანარჩენს ასატანად მიიჩნევს. მოკლედ, ამას რომ მოისმენთ საყვარელნო, დაადანაშაულებთ სულმოკლეობაში მართალს იმისათვის, რომ სიკვდილის ეშინოდა. უმჯობესია გვაოცებდეს ის, როგორი უდიდესი კაცთმოყვარეობით გვეპყრობა ჩვენ უფალი ახლა, როცა სიკვდილი, რომლითაც ყველაზე მართალ და წმინდა ადამიანებსაც კი ეშინოდათ, დასაცინი გახდა ახალგაზრდებისა და ქალებისთვისაც კი, რადგან სიკვდილი ის აღარ არის, რაც ძველად იყო. ის ძილია, წასვლა, გადასახლება ცუდი სამყაროდან უკეთესში. ღმერთის სიკვდილმა ჩვენ უკვდავება გვაჩუქა. ჯოჯოხეთში ჩასვლით მისი ძალების შემუსრა და მისი ძლევამოსილება დაანგრია. და ეს ჯოჯოხეთი ადრე რო ასეთი საშიში და გადაულახავი იყო, ქრისტემ ახლა იმდენად აბუჩად ასაგდები გახადა, რომ ზოგიერთი ადამიანი მიილტვის იქით და ჩქარობს აქედან გადასახლებას. პავლეც ამბობს: სურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რა კი ეს ბევრად უმჯობესია. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ამჟამად, ქრისტეს მოსვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიმუსრა სპილენძის კარიბჭე და მთელ სამყაროზე სიმართლის მზე ამოვწყინდა. იმ ძველ დროში სიკვდილს უფრო საშიში სახე ჰქონდა და მაშინდელ მართალ კაცებს აძრწუნებდა იგი. ასე რომ ყველაფერი დანარჩენი ერთი შეხედვით სრულიად აუტანელი მათ მსუბუქად გადაჰქონდათ. ამგვარად მართალს აშინებდა გერარელების მზაკრობა, სარას ცოლს კი არა, არამედ დას უწოდებდა და ასე ცხოვრობდა იქ. ღმერთმა ეგვიპტეში იმიტომ გაუშვა იგი, რომ იქ მცხოვრებ უმეცარ და უგზნობ ადამიანებს შეეწყოთ მართლის სათნოება. უფალი აქაც აჩვენებს მის დიდ გამძლეობას, რათა მართალის მოთმინება ყველაფერში გაბრწყინებულიყო და ღმერთის მისადმი კეთილგანწყობა ყველასთვის ნათელი გამხდარიყო. გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ კაცი და წაიყვანა სარა. წარმოიდგინე, როგორი სულიერი მღელვარება უნდა განეცადა მართალს, როცა ცოლი მოსტაცეს და მისი დაცვა არ შეეძლო. მაგრამ მან ყველაფერი უსიტყვოდ გადაიტანა, დარწმუნებულმა იმაში, რომ ღმერთი არ მიატოვებდა და მეყსეულად დაეხმარებოდა. უნდა გაგვაოცოს სარას უდიდესმა სიყვარულმა, რა ძლიერად სურდა, სიკვდილის საშიშროებისგან დაეხსნა მართალი. მას ხომ შეეძლო გაეთქვა საიდუმლო და აერიდებინა უეჭველი შერცხვენის საშიშროება. მაგრამ არა, მან გადაწყვიტა, ყველაფერი სულგრძელად გადაეტანა, რათა მართალი გადაერჩინა. აი შესრულდა ნათქვამი. იქნებიან ერთხორცს, ისე ზრუნავდნენ ერთმანეთზე, თითქოს ერთ სხეულს შეადგენდნენ და ისეთ ერთ სულოვნებას ავლენენ, თითქოს ერთი სული და ერთი სხეული ჰქონდათ. ისმინონ ქმრებმა და ისმინონ ცოლებმა. ცოლებმა იმისათვის, რომ ასეთივე სიყვარული ჰქონდეთ ქმრებისა და მათ გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი იყოს მათთვის. ქმრებმა კი, რათა ასეთივე განწყობა ჰქონდეთ და ყოველთვის ისე მოიქცნენ, თითქოს ერთ სულ და ერთ ხორცს არიან. აი ჭეშმარიტი ცოლ-ქმრობა, როდესაც ცოლ-ქმარ შორის ასეთი შეთანხმებაა, როცა მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირია, როცა ისეთი სიყვარულით არიან შედუღაბებულნი, როგორც სხეული ვერ დაუპირისპირდება საკუთარ თავს და ვერც სული, ასევე ქმარი ცოლს არ უნდა უპირისპირდებოდეს, არამედ ერთიანობაში იცხოვრონ. აქედან უამრავი სიკეთე შეიძლება წარმოიშვას. ყველა სიკეთე იქ ერთდება, სადაც ასეთი ერთსულოვნებაა. იქ ისადგურებს მშვიდობა, სიყვარული, იქ სულიერი სიხარულია. იქ არც ჩხუბია, არც ტყუილი, არც მტრობა, არც ჭირვეულობა. ეს ყველაფერი ქრება, იმიტომ რომ კეთილი ფესვი, ესე იგი თანამოაზრეობა, ყოველგვარ უკეთურებას ანადგურებს. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ კაცი და წაიყვანა სარა. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. შეხედე, როგორი კაცთმოყვარეა ღმერთი.
იცის, რომ მართალმა სიკვდილის შიშით სულგრძელად გადაიტანა სარას მოტაცება და რომ მეფემ წაიყვანა ის, როგორც მართლის და. ღმერთი აცხადებს თავის განზრახვას, ამით მართალსაც უფრო მეტად განადიდებს, სარასაც იხსნის შერცხვენისგან და მეფეს დანაშაულისაგან. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი. წმინდა წერილი ამბობს, ღმერთს სურდა დაეცვა მეფეს სასჯელისგან, ძილის დროს გაუმჟღავნა საიდუმლო და შიშიც მიჰგვარა სიკვდილის მუქარით. მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს, ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ღვთის აღქმა მამამთავრისადმი მიცემული აღსრულებულიყო. იმდენად, რამდენადაც ცოტა ხნით ადრე ეუწყა, რომ მისგან დაიბადებოდა შვილი ისააკი და ეს დრო უკვე ახლოვდებოდა ის, რომ ღვთის აღთქმა არ შებილწულიყო, ღმერთი მოუვლენს აბიმელექს შიშს, რომ მან არ გაბედოს სარასთან მიახლოება. ამ მიზეზით საღვთო წერილი დასძენს, რომ აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. მეფე კი თავს იმართლებს კადნიერებისთვის და ამბობს: უფალო, ნუ თუ მართალ ხალხს დაღუპავ. ის ამბობს: ხომ არ გავაკეთებდი ამას, რომ ცოდნოდა, რომ ცოლია? ხომ არ მინდოდა ყარების გაწყრობა? ხომ არ წამიყვანია ის, როგორც მისი ცოლი? მინდოდა მიმეღო, როგორც მისი და ვფიქრობდი, ამით პატივს მივაგებდი. მაშ ასე, ნუ თუ მართალ ხალხს დაღუპავ? ნუ თუ დამღუპავ მე, რომელმაც ეს ისე გავაკეთე, რომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მეგონა? შემდეგ განმარტავს თავის სიტყვას, ისევ ამბობს: განათავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? შეხედე, როგორი ერთსულოვნება და თანხმობა ჰქონდათ მათ. აბიმელექი თვითონ ამბობს, რომ აბრაამის ნათქვამი სარამაც დაუდასტურა. წრფელი გულითა და უმციკლო ხელით გავაკეთე ეს. ამბობს ის, არ აქვს განზრახული რაიმე უკანონო ჩაიდინოს, არამედ ეს გააკეთა როგორც დასაშვების საქმე, შესაძლებელი, რაშიც არაფერია სამარცხვინო. რას ამბობს კაცთმოყვარე ღმერთი? უთხრა მას ღმერთმა სიზმარში. შეხედე, როგორ მოწყალებას იჩენს უფალი გამოცხადების დროს ყველას მიმართ. მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემ წინაშე, არ მიგაკარე მაგ ქალს. ვიცი, ამბობს ის, რომ მათ თვითონ ჩაიფიქრეს ასე და შენ მათგან ხარ მოტყუებული. ტყუილს რომ არ შეეყვანე შენ ცოდვაში, ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემ წინაშე. არ მიგაკარე მაგ ქალს. უდიდესი მოწყალება ამ სიტყვებში, უდიდესი კაცთმოყვარეობა უფლისა. ჩემს წინააღმდეგ შემოbrunდებოდა ეს ცოდვა. ამბობს ის, როგორც ადამიანებში, როცა ვინმე მონას აწყენინებს, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს თავის ბატონთან, ბატონი ამ წყენას პირად შეურაცხყოფად იღებს და ამბობს: შენ მე მაწყენინე იმით, რომ აწყენინე ჩემს მონას, რადგან მისდამი დამოკიდებულება მეც მეხება, ამ მოსაზრებით და სიკეთით უფალი ამბობს: განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე. ისინი ჩემი მონები არიან და მე ვზრუნავ მათზე. ყველაფერი, რაც მათზე ხდება, ცუდი თუ კარგი, საკუთარ თავზე მივითვლი. ამიტომაც არ მიგაკარე მაგ ქალს, ასე რომ მე ბევრს ვზრუნავ მათზე, ვიცი, რომ შენ უცოდინარობით შეურაცხყოფდი, შენ დაუნებურად. ნუ უყურებ ამ კაცს უბრალოდ, როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანთაგანს. შეიცანი, რომ ის მათგანია, ვისაც მე მეტად ვფიქრობ და ვისაც ჩემთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვს. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აქცდებათ არც შენ და არც შენიანებს. შეხედე, ღმერთი როგორ ამჟღავნებს მართლის სათნოებას, წინასწარმეტყველს უწოდებს მას და თითქოს მეფესაც განაწყობს თხოვოს მას შეწყალება. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. ის სიკვდილს უფრთხოდა და ისეთი რამ განიზრახა, კინაღამ თვითონ გახდა სარას შეურაცხყოფის თანამონაწილე. მიუხედავად ამისა, იცოდე, რომ მისი ლოცვები სიცოცხლე შეგინარჩუნებენ. სარას სილამაზით მოხიბლულმა, ვნებით ანთებულმა, მეფემ ღვთის ბრძანება რომ არ უგულებელ ყოს, ღმერთი აშინებს და სასტიკი სასჯელით ემუქრება. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აქცდებათ არც შენ და არც შენიანებს. არა მარტო შენ დაისჯები დანაშაულისათვის, არამედ შენს გამო სიკვდილით დაისჯება მთელი შენი ოჯახი. ღმერთმა ეს ყველაფერი ღამით აუწყა, რათა ღამის სიმშვიდეში მიეღო რჩევა და ღვთისნება დიდი შიშით ახსულს შეესრულებინა. საღვთო წერილი ამბობს: ადგა დილა ადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. შეხედე, თავად მეფე, როგორ ხდება მართლის სათნოების მაუწყებელი და ყველას აგებინებს მის შესახებ. წმინდა წერილი ამბობს, რომ ყველა მოსამსახურე იხმო და მოუყვა მათ ყველაფერს, რაც უფალმა გაუმხილა, რათა ყველას გაეგო უფლის კეთილგანწყობა მის მიმართ და ის მზრუნველობა, რომელსაც უფლისგან სათნო ცხოვრებისთვის ეღირსა. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. ხომ ხედავ, ტყუილად და უსარგებლოდ არ გადასახლებულა მართალი. სადაც ცხოვრობდა, იქ რო დარჩენილიყო, საიდან გაიგებდა გერარის მოსახლეობა, როგორი კეთილგანწყობილია ღმერთი მის მიერ. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. უდიდესმა შიშმა შეიპყრო ისინი. შემდეგ საღვთო წერილი ამბობს, რომ აბიმელექმა იხმო აბრაამი. წარმოიდგინე, როგორი პატივით მოჰყავთ ახლა მეფესთან მართალი. ის, ვინც ცოტა ხნის წინ ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნდათ, როგორც მოხეტიალე და ყარიბი. მაშინვე, როგორც კი ყველა შეიკრიბა, მოიწვიეს მამათავარი, რომელმაც არაფერი იცოდა და პირველად მეფისგან გაიგო. რა ქმნა მისი გულისთვის ღმერთმა. დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი?
რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე. კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს. რას ფიქრობდი ამ საქმეს რომ მიპირებდი? მეფე ეუბნება, რატომ გინდოდა ასეთ ცოდვაში ჩაგეგდე? რისთვის და რა განზრახვით გააკეთე ეს? შეხედე, თავისი სიტყვებით როგორ იმეორებს იმავე მუქარას, რომელიც ღმერთისგან მოისმინა. როგორც ღმერთმა უთხრა მას. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აქცდებათ არც შენ და არც შენიანებს. ასე, გადასცემ ზუსტად იგივეს, აბიმელექი ამბობს. რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? მარტო მე ერთი უნდა დავსჯილიყავი. მთელი ჩემი სამეფო შეიძლებოდა დაღუპულიყო შენი მოგონილი ტყუილის გამო. რადგან იზრახი ამგვარი რამ? მიაქციეთ ყურადღება საყვარელნო მართალის სიბრძნეს, რომლითაც თავის გასასამართლებლად მიმართავს ქადაგებას ღვთისმეტყველებიდან. უთხრა აბრაამმა. ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ მეთქი. ანუ მე ვშიშობდი, რომ თქვენ გაურკვევლობაში მყოფნი ოდნავადაც არ იზრუნებდით სამართლიანობაზე. ამიტომ მოვიქეცი ასე, დაგინდეთ თქვენც, რათა თქვენ იმის გაგების შემდეგ, რომ ის ჩემი ცოლია, მისით გატაცებულებს ჩემს მოსაკლავად არ აღგემართათ ხელი. შეხედე, ამ სიტყვებით როგორ ამხილა ისინი და ასწავლა, რომ ადამიანმა, რომელსაც ყოველთვის ახსოვს ღმერთი, უკანონობა არ უნდა ჩაიდინოს, უნდა უფრთხოდეს მის მარადფხიზელ თვალს და მის სასჯელს, ყოველთვის იზრუნოს სამართლიანობაზე. შემდეგ თავის გამართლების სურვილით მამამთავარი ამბობს. არ იფიქროთ, თითქოს ამ შემთხვევაშიც ვიცრუე. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამა ჩემი სასულია იგი, ოღონ დედა ჩემი სასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად. მე და მას ერთი მამა გვყავს, ამიტომ ვეძახი მას დას. ასე რომ, ნუ განჯით მე ამბობს იგი. ასეთ მდგომარეობაში სიკვდილის შიშმა ჩამაყენა. მე შინოდა, რომ მისი გულისთვის მომკლავდით და მას მიითვისებდით. თუმცა, ამ შემთხვევაში ტყუილი არ მithქვამს. შეხედე, როგორც ცდილობს მართალი დაამტკიცოს, რომ ტყუილი არ უთქვამს. თუ გინდათ, ამბობს ის, ჩემგან ყველაფერი ზუსტად იცოდეთ, მოусმინეთ, როგორ ვჭობდით ერთმანეთთან. უთხარი ქალს. ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი. რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. მიაქციე ყურადღება მართალის უდიდეს სიბრძნეს, როგორი თანმიმდევრობით მოუთხრობს თავის თავზე. აჩვენებს მათ, რომ თავიდანვე ღმერთის შეეული იყო, რომ თვითონ ღმერთმა გამოიხმოს სახლიდან და მათ ქვეყანაში მოიყვანა, რათა მეფე შეეცნო, რომ ის არის იმ ადამიანთაგანი, ვისაც უდიდესი კადნიერება აქვს უფლის წინაშე. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა ვუთხარი ქალს. ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი. რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. ასევე მან თქვა, ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში. მას ეგონა, რომ ამ სიტყვებით ძალიან გააოცა ისინი, მაგრამ უნდოდა შეემსუბუქებინა ამ საყვედურის ძალა და ამბობს. არ იფიქროთ, თითქოს ჩვენ გადავწყვიტეთ ასე მხოლოდ თქვენთან მოგქცეულიყავით. არა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა უთხარი ქალს. ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი. რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. ასეთი სიფრთხილე ყველასთან დაკავშირებით გამოვიყენე, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს და ეს განზრახვა ტყუილმა კი არა, სიკვდილის შიშმა შვა. ეს რომ თქვა, მართალმა ამით მათი რისხვაც შეაჩერა, თავისი სათნოებაც გაამხილა და ღვთის მორჩილების მაგალითი აჩვენა. რის შემდეგაც მეფემ პატივი მიაგო მართლის უდიდეს მორჩილებას და აჯილდოვა მამამთავარი მეფის საკადრისი უხვის აჩუქრით. წმინდა წერილი ამბობს. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარძროხა, ყმები და ყმაქალები და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. ხომ ხედავ საყვარელო უფლის კეთილგანზრახულ სიბრძნეს. ის, ვისაც სიკვდილის ასე ძალიან ეშინოდა და ყველა ღონე იხმარა, მას გაქცეოდა, არა მხოლოდ გაექცა, არამედ მოწონებულ იქნა იმდენად, რომ მოლოდინს გადააჭარბა და სახელი გაითქვა. ასეთია უფლის საქმე. უფალი არა მარტო ათავისუფლებს მწუხარებისგან მათ, ვინც ცდილობს დიდსულოვნად გადაიტანოს მათზე მოწეული განსაცდელი, არამედ მწუხარების დროსაც ისეთ სიმშვიდეს გვაძლევს, რომ ჩვენ სრულიად ვივიწყებთ მათ და ვიღებთ უდიდეს და უამრავ სიკეთეს. შემდეგ შეხედე, როგორი სამსახური აღმოუჩინა მეფემ მართალს. არა მარტო მდიდრული საჩუქრებით დააფასა იგი, არამედ თავის მიწაზე ცხოვრების უფლება მისცა. უთხრა აბიმელექმა. აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. როცა მეფე დარწმუნდა, რომ მას სიცოცხლე მართლის ხათრით და მისი ლოცვების წყალობით აჩუქეს უცხოტომელს ყარიბს და მანამდე სრულიად უცნობს ემსახურება, როგორც თავის კეთილის მყოფელსა და მფარველს. სარას უთხრა. აჰა, 1000 ვერცხლი მივეცი შენს ძმას. შეხედე, როცა მან მართლისგან გულახდილი პასუხი მიიღო და ირწმუნა მისი სიტყვები, თვითონაც ძმას უწოდებს. ამბობს, მივეცი შენს ძმას, ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ. ეს რას ნიშნავს? ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ, მხოლოდ იმის გამო, რომ უცოდინრობით, ჩემს სახლში შეყვანით, შეგბღალე შენ მართლის ცოლი. მხოლოდ იმისთვის, რომ მე გავხდი მიზეზი შენი სახელის შებღალვის, 1000 დიდ რაჰმა მოგეცი. სურს იმისათვის დაგაჯილდოვო, რაც გაგიკეთე. რას ნიშნავს? ყველასთან გამართლებული ხარ. ამბობს დაე, შენგან გაიგონ, რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია, რომ ჩემი სახლიდან ხელშეუხებელი გამოხვედი.
ეუბნება დაარწმუნე შენი ქმარი, რომ არ შემიცოდავს. დაე, შენგან გაიგოს, რომ შენთვის არაფერი დამიშავებია. რისთვის ამბობს ამას? იმისთვის, რომ მართალმა სარასგან გაიგოს ეს და დარწმუნებულმა უფლის წინაშე ლოცვა აღავლინოს მისთვის. ყველასთან გამართლებული ხარ, უთხარი შენ ქმარს, ყველაფერი ისე როგორც იყო. საღვთო წერილი ამატებს: ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები და ეყოლათ შვილები. რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის სარას გამო. შეხედე ყველა ასეთი შემთხვევისას უფალი, როგორ უფრო და უფრო განადიდებს ალალ-მართალს, მამამთავრის ლოცვებით ჩუქნის სიცოცხლეს მეფეს და მის სახლს. საღვთო წერილი ამბობს: ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები და ეყოლათ შვილები. რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის სარას გამო. თუმცა მეფემ ცოდვისგან თავი შეიკავა, მაგრამ უფალი უგზავნის მას ამ სასჯელს იმისთვის, რომ შემდეგ მართლის ლოცვით მიანიჭოს მეფეს ხსნა და ამით კიდევ უფრო განადიდოს და აამაღლოს მართალი. ასეა ყოველთვის უფალი ქმნის და აწესრიგებს და ყველა მოვლენას ისე მიმართავს, რომ ერთგული მსახურება მის მიმართ მნათობივით ბრწყინავს და მათი სათნოება ყველასთვის ცხადდება. საბოლოოდ შეხედე საყვარელო მწუხარებისგან გათავისუფლების შემდეგ, როგორ იღებს გვირგვინს ყველა სიკეთისთვის მართალი აღქმის შესრულებისათვის, რომელიც დიდი ხნის წინ აუწყა ღმერთმა. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა. ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. რას ნიშნავს გამოთქმა? როგორც ნათქვამი ჰქონდა, რომელიც დათქმული ჰქონდა? ესე იგი, როგორც შეპირდა უფალი მაშინ, როდესაც ყარიბობის დროს ანგელოზებთან ერთად მიღებული იქნა მამამთავრად მამრიის მუხის ქვეშ და როცა თქვა, რა არის უფლისთვის შეუძლებელი. დათქმულ ჟამს გაის ამ დროს ისევ მოვალ შენთან და ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას. ეს ასეც მოხდა. ის, რისი გაკეთებაც ბუნებამ ვერ შეძლო, ჩვეულებრივი ადამიანის ხელით კი არა, არამედ უფლის მადლით განხორციელდა. უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ. უმიზეზოდ არ ამბობს საღვთო წერილი, რომელიც უშვა მას სარამ. შემთხვევით არ არის ნათქვამი. უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს და დასძინა. რომელიც უშვა მას სარამ, ანუ ქალმა, რომელსაც აქამდე არ უშვია, უშვილოა, მოხუცია. წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, 8 დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს. ასეთი იყო ღვთის ნება, ახალშობილები მერვე დღეს წინადაეცვითათ. შემდეგ უფრო მეტად რომ ჩავწვდეთ ენით გამოუთქმელ ძალას უფლისას, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი. საღვთო წერილი ისევ მიგვითითებს, როგორ და რა ვითარებაში დაიბადა ისააკი. 100 წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. თქვა სარამ, სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. რას ნიშნავს სიტყვები? სასაცილო გამხადა ღმერთმა. ესე იგი, შვილის დაბადება ჩემთვის სიხარულის წყაროა. განა საოცარია, რომ ეს ასეა. ყველა ვინც კი გაიგებს ამის შესახებ, ჩემთან ერთად გაიხარებს, არა იმიტომ რომ მე გავაჩინე, არამედ იმიტომ რომ ასე უჩვეულოდ გავაჩინე. ამ მოვლენის საკვირველება ყველას განაცვიფრებს და ყველას დიდ სიმშვიდეს მიანიჭებს, როცა გაიგებენ, რომ მე ჩემს მდგომარეობაში, როცა მიცვალებულებზე უკეთ არ გამოვიყურები, უცებ დედა გავხდი, გავაჩინე შვილი დახავსებული საშოთი და კიდევ შემიძლია გამოვკვებო ძუძუთი და მოვაწოვო რძე. მე, ვისაც არავითარი იმედიც კი არ მქონდა შვილის გაჩენის. თქვა, ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე. იმისთვისაც ეუწყა მას რძის წყაროს შესახებ, რომ დადასტურებულიყო ბავშვის დაბადება, რომ ვინმეს ყალბად არ მიეჩნია ბავშვი. დედის რძემ კი ნათლად დაადასტურა, რომ ისეთი რამ მოხდა, რაც აღემატება ადამიანურ მოლოდინს. ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? მე შვილი მოხუცებლობაში გავაჩინე? მე შევძელი შვილის გაჩენა ასეთ ასაკში და ძუძუს შემიძლია ვაწოვო? წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი. ხედავ ენით აუწერელ სიბზნეს უფლისას. ღმერთი ყველა საშუალებით როგორც ცდის მართლის მოთმინებას. სწორედ მაშინ ასრულებს თავის აღთქმას, როცა თვითონ მამამთავარი და ყველა მისი შემხედვარე განიკითხავენ ადამიანურ ბუნებას. როგორც ჩანს, არავითარი იმედი აღარ აქვთ. ამგვარად, საყვარელნო, ჩვენ მართლის მაგალითზე ვხედავთ, რა არის მოთმინება. სასუ არ წარვიკვეთოთ და ვიკვებოთ კეთილი იმედებით. ვიცოდეთ, რომ ვერც საქმის სირთულე, ვერც სხვა ადამიანური მიზეზი ვერ შეძლებს შეგაფერხოთ, როცა უფლის მადლი გვეწყალობება. უფალს თუ ემორჩილები და მის ნებას მიყვები, რთული მარტივდება, შეუძლებელი შესაძლებელია. თავარია მტკიცე რწმენა გქონდეს, ვხედავდეთ მისი ძალის დიდებულებას და დავდგეთ ყოველგვარ ადამიანურზე მაღლა. ის, ვინც მომავალში ენით გამოუთქმელ კეთილდღეობას ჰპირდებოდა ხალხს, თუ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას სათნოებებით გალევდნენ, განადროებით კეთილდღეობას მოგვანიჭებს? განსაკუთრებით, თუ მარადიულისკენ მივისწრაფით, ხომ ნაკლებად გვაინტერესებს დროებითი? სწორედ მაშინ დავტკბებით სრულად კეთილდღეობითა და სიუხვით, როცა გადავწყვეთ ჰარად ჩავაგდოთ ისინი. მაშ ასე, ვიცით ეს და ვისურვოთ მარადიული კეთილდღეობა.
შეუცვლელი და უსასრულო, რათა ახლანდელი ცხოვრებაც დარდის გარეშე გავატაროთ და იმ კეთილდღეობას მივაღწიოთ, რასაც ყველანი მიველტვით, მადლითა და კაცთმოყარეობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, თანა მამით და სულიწმიდით ურთ. აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.